Shalom, მოგესალმებით ყველას. Შეშემაშემნა ასევე ნაცლიახ თქვენთან ვარ სარა ლალი. პირველ რიგში გილოცავთ ყველას ფურიმის შემობრძანებას, ბედნიერი წარმატებული დღესასწაული მოსულიყოს ყველასთვის. ყველას აგისრულოთ გამჩენმა თქვენი გულის ნადები ახლო მომავალში ამენ, ქენი იהי רצון. დღეს მინდა ვისაუბრო თემაზე, რასაც ქვია მეგილათ ესთერ. და ეს თემა მოვამზადე რав იუვალ აშეროვა ქოენის და რав ასაფ ელზარას შიურთორების მიხედვით. მე თვითონ რავანითი არა ვარ, მე ერთი ჩვეულებრივი ებრაელი ვარ, ვინც სწავლობს. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ და დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ იმას, რაც ჩემთვის საკუთარი თავისთვის გავიახლე. და დავიწყოთ. მეგილათ ესთერ. მეგილათ ესთერ პირდაპირ გაგებით, ასე ვთქვათ, პირდაპირ თარგმანით, ეს ნიშნავს ესთერის გრაგნილს, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ებრაულ ენას ძალიან ბევრი საიდუმლოება გააჩნია და რომ დავაკვირდეთ ამ ორ სიტყვას მეგილათ ესთერ. მეგილა, ეს სიტყვა მეგილა შედგება სიტყვისაგან გილუი, ანუ აღმოჩენა და ესთერ ეს არის დაფარული, ანუ დაფარულის აღმოჩენაზეა საუბარი ფაქტიურად და მოდით ვისაუბროთ სწორედ იმაზე, თუ რა არის დაფარული ამ მეგილაში, ამ გრაგნილში და რა შეგვიძლია რომ აღმოვაჩინოთ. რა თქმა უნდა, ის ყველაფერი, რასაც მე ახლა ვისაუბრებ, ახალი არ იქნება თქვენთვის, მაგრამ ჩემი საკუთარი თავისთვის ვიახლებ პირველ რიგში. მაშასე, ესთერის გრაგნილში, მოყოლილ ისტორიაში არის ასეთი რამ, რომ ჰამანი ეუბნება ახაშვეროშს მეფეს იმის შესახებ, რომ არსებობს ერთიერიო, რომელიც გაფანტულიაო შენს სამეფოშიო, ანუ 127 ქვეყანაშიო. ანუ ივრითულად არის ამ ეხად ეს არის მხოლოდ ებრაელი ერის სტატუსი. ამ ეხად არ ეწოდება არც ერთ სხვა ერს. ამ ეხად და გოიეხად ორივე ებრაელი ერის სტატუსი არის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ერთი მთლიანი ხალხი, ერთი მთლიანი ერი. და რა შეგვიძლია აქედან გავიგოთ, ის რომ ებრაელმა ერმა გრაგნილში, ესთერის გრაგნილში, მეგილათ ესტერში უნდა იპოვოს ისევე როგორც საკუთარი თავი, ასევე ისიც რომ თვითონ არის ერთი მთლიანი ერის პაწაწინა ნაწილი. და დავუბრუნდეთ მეგილათ ესთერს. მორდეხაი სთხოვს ესთერს, რომ მივიდეს მეფესთან და დაელაპარაკოს მეფეს. ანუ ეუბნება ესთერს, რომ გთხოვო, რომ თუ გინდაო, რომ შენ ერს ეშველოსო, შენ უნდა გააკეთო ის, რაც შენზეა დავალებულიო. ანუ რა ვისწავლოთ აქედან, რომ ყოველი ჩვენგანი არ უნდა იჯდეს გულხელ დაკრეფილი, რანაირად ძნელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის რაიმეს გაკეთება, არამედ ყველამ თავისი უნდა გააკეთოს. არ უნდა შეხედოს იმას, რომ აი სხვამ გააკეთოს, მე რა მაქვს გასაკეთებელი და ჩემ თავში გამოსასწორებელი, არამედ იძიოს საკუთარ თავში რა აქვს გამოსასწორებელი და გამოასწოროს. რამე თუ ადვილია სხვაზე ლაპარაკი, აი მე ყველაფერი ვიცი, ყოველ შემთხვევაში ყველაფერი თუ არა იმაზე მეტი ვიცი, იმაზე მეტი შემილია, მე თეილიმს ვკითხულობ, მე ასე მაცვია, მე ასე ვფიქრობ, მე ასე ვაკეთებ და ჩემში არაფერი არ არის გამოსასწორებელი. ჯობია იმან გამოასწოროს, მე არაფერი არ მაქვს გამოსასწორებელი, ეს არასწორია რა თქმა უნდა. ყოველმა ებრაელმა საკუთარ თავში უნდა ეძიოს რა აქვს გამოსასწორებელი, რამე თუ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ იმას, რომ ჩვენ ყველანი ამ ქვეყანაზე ამ წუთის სოფელში მოვედით რაღაცის გამოსასწორებლად, ყველას რაღაც მიზანი გვაკისრია. რა შეგვიძლია კიდე აქედან ვისწავლოთ? ის რომ
თუ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ თავზე დაკისრებულს, ამით პირველ რიგში ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ იმას, რომ არ უნდა ვიყოთ არავის და არაფრის იმედზე, ერთადერთი გამჩენის გარდა და უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენზეა დაკისრებული. ანუ ჩვენ არა ვართ არაფრის იმედზე, არც სახელმწიფოს იმედზე და არც არ ვიცი ადვოკატების იმედზე და არც აღმასრულებელი ხელისუფლების იმედზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ერთადერთი გამჩენის იმედზე ვართ და თუ გსურს რომ ჩვენი ჩანაფიქრი იქნება თუ ჩვენი თხოვნა გამჩენის მიმართ შესრულდეს, საჭიროა რომ ჩვენც რაღაც გავაკეთოთ, ჩვენც გამოვსწორდეთ ჩვენ ცხოვრებაში და არ ველოდოთ იმას, რომ ჯერ სხვა გამოსწორდეს. ყველას თავისი გზა აქვს. ეხლა მინდა ვისაუბრო კაბალისტურ გამოთქმაზე, რასაც ქვია შემეცმინეო და ვთხოვ გამჩენს, რომ უმცეს სწორი სიტყვები ჩამიდოს, ასე ვთქვათ, პირში და სწორი გამონათქვამები, რათა სწორად ავხსნა ეს და მსმენელმა ყველამ სწორად გაიგოს ის, რისი გადმოცემაც მჭირდება, სურს უფრო სწორედ. შემეცმინეო რა არის? ჩვენი ბრძენები, ჩვენი დიდი კაბალისტები გვასწავლიან, ბალასულამი გვასწავლის, რომ შემთხვევითობა არ არსებობს. შემთხვევითობა არ არსებობს აბსოლუტურად. არც იმაში, რომ ვიღაცა დაგველაპარაკა, არც იმაში, რომ ვიღაცამ რაღაცა გვითხრა, ან ვიღაცამ რაღაცა გვაკადრა, ან რაღაც მოხდა. ვიღაცა დაგვანახეს, ვიღაცა გვეჩხუბა, ვიღაცამ გაგლანძღა. არ ვიცი, ფოთოლი ჩამოვარდა ხიდან თუ არ ვიცი, მზე დაფარა ღრუბლებმა, ყველაფერი აბსოლუტურად არაფერი არ ხდება აბსოლუტურად შემთხვევით, ყველაფერს თავისი მიზეზი გააჩნია და ეს სიტუაციები გამჩენს მოაქვს ჩვენთვის, რამე თუ რაღაც დაგვანახოს, მხოლოდ იმიტომ რომ მოვიძიოთ, რა არის ჩვენ თავში გამოსასწორებელი და ის, რაც ვთქვი, გამოთქმა შემეცმინეო, ეხლა ავხსნათ. დაუშვათ დაგვანახეს მატყუარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ თავში გვაქვს გამოსასწორებელი რაღაც პატარა მატყუარა. დაგვანახეს ქურდი. ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ, სადა გვაქვს ეს პატარა ქურდი. ან დაუშვათ დაგვანახეს ვიღაც მკვლელი, ხო, ვიღაც ახალ ამბებში აჩვენეს რაღაცა ვიღაცა მოკლა, დაგვანახეს ეს, ხო, მან მოგვასმენინეს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ, შესაძლოა ისეთი მკვლელი არა, როგორიც იქ ახალ ამბებში ან სადაც არ უნდა იყოს დაგვანახეს, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ მკვლელი და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მკვლელი მარტო ის არ არის, ვინც ცივი ან ცხელი იარაღით სხვას მოკლავს, მკვლელად ითვლება ისიც, ვინც სხვაზე ლაშონარას ლაპარაკობს და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ლაშონარას ალახები. ლაშონარა ეს ის არ არის, რომ სხვაზე ცუდი ელაპარაკო, არამედ სიმართლესაც თუ ლაპარაკობს სხვაზე, ესეც ლაშონარად ითვლება. ეს რა თქმა უნდა ცალკე თემაა. და არა მარტო ეს, შემეცმინეო, ეს არის ასე ვთქვათ, იმ დანახულის, იმ გაგებულის პაწაწინა პორცია, პატარა მანაქტანა, რომელიც შესაძლოა პირადად ჩვენში ზის და ასე ვთქვათ, ურჩობს და არ სურს გამოსწორება, ეს არის შემეცმინეო. არა მარტო ის, რასაც ადამიანი აკეთებს და ლაპარაკობს. მაგალითად, ადამიანმა სხვაზე გაიფიქრაო, ეს რა მატყუარაო, ეს რა გაიძვერა, ეს რა აფერისტია, ხო და ასე შემდეგ, იცოდეს რომ თუ სხვაზე გაიფიქრა ეს,
ის რომ დაუშვათ სხვა მატყუარა, იცოდეს რომ საკუთარ თავში უნდა ეძიოს სწორედ მატყუარა და გამოასწოროს საკუთარ თავში ეს მატყუარა. ეს რა თქმა უნდა გრძელი სია შეიძლება იყოს. არ ჩამოუყვები ახლა ამ ყველაფრის ჩამოთვლას, მაგრამ ყველამ თავის ფიქრებს გადახედოს საკუთარ აზრებს და ყველა მიხვდება ვის რა აქვს გამოსასწორებელი. ან კიდევ მაგალითად ის რომ არის ესეთი არასწორი გაგება ხალხში, რომ სხვებს აბრალებენ ყველაფერს. აი მეზობელმა ესე გააკეთა, აი დედამთილმა ესე ილაპარაკა, აი სიმამრმა ესე ქნა, ამას რო ესე არ ეთქვა, ასე არ მოხდებოდა, იმას რო ესე არ ელაპარაკა, ისე არ მოხდებოდა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ზღაპრები ხალხო. ბაალა სულამი გვასწავლის, რომ თუ ვიღაცამ რაღაცა გვითხრა, სწორედ იმისათვის გვითხრა, რომ დაგვენახა ჩვენში ის, რაც უნდა დაგვენახა. ან მოგვასმენინა ესა თუ ის მარტო იმისათვის, რომ ენახათ როგორ მოვიქცეოდით ჩვენ, რას ვილაპარაკებდით და რას ვიტყოდით სხვაზე და აგრეთვე იმას თუ დაუშვათ რას გავიფიქრებდით სხვაზე. ხშირად მოყავთ ხოლმე ჩვენ ბრძენებს ესეთი მაგალითი სარკესთან დაკავშირებით ალბათ გაგიგიათ, დაუშვათ ადამიანმა ჭოჭყიანი ხელი მოისვა სახეზე და ჩაიხედოს სარკეში. სარკე კი არ უნდა გააპრიალოს, ხო? არამედ უნდა ადგეს და საკუთარი ეს ლაქა სახეზე თუ ტანსაცმელზე თუ სადაც აქვს, პირადად უნდა გაიწმიდოს, უნდა მოიცალოს. სარკე რაც არ უნდა აპრიალოს, ეს ლაქა ისევ დარჩება თუ პირადად თვითონ არ მოიცალა ეს ლაქა, რაზეც აქვს მიწყობილი, ხო? ამას აქვს როვა dim, ასე ვთქვათ, უფრო ღრმა გაგებაც ამ მაგალითს. შემეცმინეოსთან დაკავშირებით, რაზეც ახლა ვამბობდი, რატომ გვაგდებენ ამა თუ იმ სიტუაციაში ზეციდან, რატომ არის რომ დაუშვათ ამა თუ იმ ხალხს გვასმენინებენ, ან გვანახებენ და ასე შემდეგ, იმისათვის რომ ჩვენში დავინახოთ, მოვიძიოთ, ასე ვთქვათ, ეს ლაქა, რაც გასაწმენდი გვაქვს და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვერ შეგვიძლია ეს ლაქა დავინახოთ, ადამიანისთვის ძნელია ასე ვთქვათ, საკუთარ თავში ცუდის დანახვა, სხვებში ეგრევე ხედავს, სხვებისთვის ყოველთვის ასე ვთქვათ ბრალდებელია და საკუთარი თავისთვის ყოველთვის დამცველი ადამიანი. ასე ვთქვათ, დაუშვათ უბრალო მართლა მაგალითი სარკესთან დაკავშირებით რომ მოვიყვანოთ, დაუშვათ რაღაც ლაქა მიეცხო ტანსაცმელზე, ან დაუშვათ უკანა მხარეს, ან ტანსაცმლის უკანა მხარეს, ან სხეულზე თუნდაც წინ იყოს, ხომ? ხშირად ადამიანი გართულია თავისი საქმით, დაკავებულია თავის ესე ვთქვათ პრობლემებით, ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემებით და არ ხედავს, ხომ, ამ რაღაც ლაქას და ამისათვის არის ორი საშუალება. ან უნდა ჩაახედონ სარკეში და დატრიალდეს სარკის წინ 360 გრადუსით, ან კიდევ ვიღაცამ უნდა მიუთითოს, რომ ის რაღაც ლაქა აქვს და ის გასაწმენდია, ან გამოსაცვლებია, ხომ? სწორედ ესეა, ამა თუ იმ სიტუაციაში გვაგდებენ იმისათვის, რომ დაგვანახონ ჩვენ საკუთარ თავში რა გვაქვს გამოსასწორებელი, რა ლაქა გვაქვს წასაშლელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვებს დავაბრალოთ, შენ მე ესე რატო მითხარი, შენ მე ესე რატო გამიკეთე. კიდევ ერთხელ, შემთხვევითობა არ არსებობს. თუ დაგვანახეს ადამიანი, რომელიც გარეთ ჩხუბობს, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ საკუთარ თავში არის ზის რაღაც პატარა მაჩხუბარა. ეს როგორც სარკე, რომელიც დაგვიდეს წინ და ჩაგვახედეს სარკეში. ეს არის ჩვენი საკუთარი თავის პატარა ანარეკლი, შემეცმინეო, საკუთარ თავში უნდა გამოვასწოროთ. თუ დაგვანახეს ადამიანი, რომელიც ყველაფერზე ბრაზობს, ყველაფერზე გაბოროტებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ თავში გვაქვს ეს გამოსასწორებელი. შესაძლოა ესეთი დიდი ფორმით არა დაუშვათ, როგორც სხვა ძალიან ისეთი მაჩხუბარა არის და ბოროტი, მაგრამ შესაძლოა მცირედი პატარაოდენი ჩვენ საკუთარ თავში არის შემეცმინეო გამოსასწორებელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არავის გამოსწორებას არ ვაპირებთ. არც მშობლების, არც შვილების, არც ნათესავების დაძმანის,
არც უცხო ხალხის, აბსოლუტურად ყველა ჩვენ ვასწორებთ საკუთარ თავს და ამითი ჩვენ გავლენას ვახდენთ მთლიანად საერთოდ მთელს ჩვენს ერზე და რა თქმა უნდა მთელს სოფლიოზე. დაუბრუნდეთ მეგილათ ესთერს. ჩვენ ვიცით, რომ ჰამანი იყო ზერა ამალეკ. ზერა ამალეკ რას ნიშნავს? ეს იყო ამალეკის შთამომავლობა და მას სურდა ებრაელი ერის გაწყვეტა. დაგვიწერია მეგილათ ესთერში, რომ მეფემ ის დანიშნა დიდ თანამდებობაზე, ანუ ასე ვთქვათ, აამაღლა, დაინიშნა სარ-ჰასარიმ, ანუ მინისტრების უფროსად. ისმევა კითხვა რატომ? თუ დავაკვირდებით კარგად და რა თქმა უნდა დაკვირვებულები ვართ, უბრალოდ პატარა დასკვნას გამოვიტანთ. ჩვენ ხედავთ, რომ მეგილათ ესთერის ბოლოში ის დასაჯა მეფემ და დაისაჯა ის აბსოლუტურად არა მარტო თვითონ, არამედ მთელი მისი ოჯახი თავისი შთამომავლობიანად და რომ შევადაროთ ეს ჩვენს დღევანდელობას, იცით გასაკვირია, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ ასეთ რთულ სიტუაციაში ვართ მოხვედრილი და ვხედავთ რა არეულობა არის, თითქოს რაღაც გარკვეული ძალები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით ვინ არიან და რატომ არიან და რას აკეთებენ და რატომ აკეთებენ, ჩვენ პატარები ვართ, ჩვენ რა შეგვიძლია ვიცოდეთ, თითქოს დაუჭირავთ ეს საჭე ხელში და მიაქანებენ მთელ მსოფლიოს იქით, სადაც თვითონ უნდათ და გვიკვირს, რატომ ხდება ეს, რატომ მიეცათ მათ ასეთი ძალა, მეგილათ ესტერიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, სასიკეთიოდ, როგორც მეფემ ახაშვეროშმა დანიშნა ამანი დიდ თანამდებობაზე და შემდეგ ის განადგურდა მთლიანად, ეგრე შეიძლება დროებით, შეიძლება კი არა სწორედაც ასე ამოამაღლა გამჩენმა ზერა ამალეკი, სწორედ იმიტომ, რომ სულ მალე მთლიანად აღმოფხვრის, მთლიანად გაანადგურებს ამალეკსაც და მაგათ შთამომავლობასაც. ამენ ქენიეი რაცონ ჩვენ დღეებში დავუმადლიანდეთ. ამალეკის ისტორიას რო გადავხედოთ, ამალეკი ჩნდება ებრაელების ცხოვრებაში მაშინ, როდესაც ებრაელი სულიერად ძლიერდება. თორაში გვიწერია, რომ როდესაც ებრაელები მიცრაიმის, ეგვიპტის მონობაში იყო, ამალეკი საერთოდ, ასე ვთქვათ, არსად არ ჩანდა საერთოდ, სადღაც კულისებს მიღმა იდგა. საკმარისი იყო, რომ ებრაელმა ხალხმა დატოვა ეგვიპტის მონობა და უდაბნოში გამოვიდა და თავისუფალ ერად იქცა, მაშინვე გამოჩნდა ამალეკი და მოვიდა ებრაელებთან საბრძოლველად. იცით, ებრაელ ხალხს ყოველთვის ყვავდა მტერი. საერთოდ რა არის მტერი, გაგება მტერი? იცით, მტერი შეიძლება იყოს ის, ვინც რაღაც გარკვეული მიზნით ებრძვის, დაუშვათ რაღაც ტერიტორია უნდა შენგან ან რაღაც სხვა მატერიალური, მაგრამ ასეთი მტერი ყოველთვის ყავდა ებრაელებს ისტორიაში, მაგრამ ამალეკს რაც შეეხება, ამალეკი ეს განსაკუთრებულია, ეს არის მტერი, რომელსაც არანაირი მატერიალური ებრაელისგან არ ჭირდება, არანაირი მიზანი არ აქვს დასახული გარდა ერთისა, უბრალოდ გაანადგუროს ებრაელი სულიერად. აი ეს არის ამალეკის დანიშნულება და დღევანდელ დღესთანაც რომ შევადაროთ, ხშირად როდესაც
ვკამათობთ ხოლმე ამა თუ იმ პოსტის კომენტარებში, ხშირად არის ხოლმე ერთმანეთს უსმევთ ხოლმე კითხვას, ვის რა გამოსავალი აქვს ასე რომ ხდება, ვის რისთვის ჭირდება ასე რომ გვიკეთებს. ზოგ სასაცილოთაც ეჩვენება ის გამოთქმა, რომ ეს ყველაფერი ზღაპარია და არავინ არაფერს არ აკეთებს და ეს ებრაელი ხალხის მოგონილია და ასე შემდეგ. შესაძლოა მიზანს ვერ ავხედავდეთ, რამე თუ ყოველ შემთხვევაში მატერიალურ მიზანს, როგორც უკვე ვაღიარე, რამე თუ ეს არის ამალეკის ნამოქმედარი ყველაფერი, რაც დღეს ხდება და ზერა ამალეკს არაფერი მიზანი არ აქვს მატერიალური, არამედ ებრაელის სულიერი განადგურება ესაჭიროება, ებრაელთა განადგურება ესაჭიროება. შეხედეთ რა ხდება ხალხო. ლოცვებში არ უშვებენ ებრაელს, ყველგან არა რა თქმა უნდა, მაგრამ არის უკვე ასეთი ლოცვებიც სამწუხაროდ ისრაელის წმინდა მიწაზე. ლოცვები, სადაც არ უშვებენ მლოცველებს, მარტო იმიტომ, რომ ხისუნი არ აქვს გაკეთებული. ვაქცინაცია, ხო? სამსახურებში არ უშვებენ ხალხს, მარტო იმიტომ, რომ ვაქცინა არ აქვს გაკეთებული. არ უშვებენ შვილებს იმისთვის, რომ მშობელი მოინახულოს, მარტო იმიტომ, რომ ვაქცინა არ აქვს გაკეთებული. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ხომ სამწუხარო ფაქტებია. ცოლს უნდა და ქმარს არ უნდა ვაქცინის გაკეთება ან შებრუნებულად, დას უნდა და ძმას არ უნდა. ერთმანეთის ოჯახში არ უშვებენ მარტო იმიტომ, რომ ვიღაცამ აიცრა და ვიღაცამ არ აიცრა. ძალიან რთული მდგომარეობა არის. აი ეს არის ზერა ამალეკ, აი ეს არის მიზანი ებრაელების სულიერი განადგურებისა, რასაც ამალეკი ვერასოდეს ვერ ეღირსება გამჩენის დახმარებით, ჩვენ უნდა ვიყოთ ყოველთვის ძლიერი და უნდა ვიყოთ ერთად. დაუბრუნდეთ ისევ მეგილას. რა აღმოვაჩინოთ კიდევ მეგილათ ესთერში, რა არის კიდევ დაფარული. ამბობს ესთერი, ეუბნება მორდეხაის, წადი ითხოვე ჩვენი ერისაგან, რომ გაერთიანდნენ და გააკეთონ ტაანიტი. გაერთიანდნენ და ტაანიტი რას ნიშნავს გააკეთონ? საუბარია სულიერად გაერთიანებაზე, საუბარია მარხულობაზე, ცედაკის გაცემაზე. ფაქტიურად ეს ყველაფერი ერთად, ეს არის ჩუვა, ჩუვის ის ნაწილი, რომელიც ჩვენ ებრაელებს გვაერთიანებს და როდესაც ჩვენ ერთნი ვართ, სულიერად ერთნი ვართ, ვერანაირი მტერი ჩვენზე ვერ მოქმედებს. ამბობს რამბამი, რომ გეულის დღეებში, გეულის შემდეგ უფრო სწორედ, ყველა სხვა დღესასწაული გაუქმდება და დარჩება მხოლოდ ხანუკა და პურიმი. წარმოიდგინეთ ხალხო, რომ ფესახი, შავუოთი და სუკოთი შეზე ქენეგედ ავრამ, იცხაკ ვეიაკოვ ავინუ, აი ესეთი დიდი დღესასწაულები გაუქმდება და დაგვრჩება მხოლოდ ხანუკა და დაგვრჩება მხოლოდ პურიმი. ჩვენი ბრძენები გვასწავლიან, რომ ხანუკა და პურიმი ეს არის ქენეგედ მენაშე და ეფრაიმ. ხომ ჩვენ ვიცით მენაშე და ეფრაიმის ისტორია, ეს არის ან იოსეფ აცადიკის შვილები, ორი ვაჟი, ორი ძმა, რომლებმაც თავიანთი საქციელით, თავიანთი ერთმანეთის სიყვარულით შეიტანეს ასე ვთქვათ, ჩვენი ებრაელების ისტორიაში ეს სულიერი ერთიანობა, სულიერი სიყვარული და მათ იმდენად უყვარდათ ერთმანეთი და იმდენად აფასებდნენ ერთმანეთს, რომ ყოველი ებრაელი დღემდეც ამდენი
წლის შემდეგ საკუთარ შვილებს ლოცავს, რომ ისინი გამრავლდნენ და გაიზარდონ როგორც მენაშე და ეფრაიმი, ხო? ყველა ებრაელის დიდი ასე ვთქვათ, სიხარულია, როცა მისი შთამომავლობა მრავლდება და იზრდება როგორც მენაშე და ეფრაიმი. ოკეი. დავაგრძელოთ. ყველა დღეს ყოველ შემთხვევაში ჩვენ თაობაში ყველა თავის თავს ხედავს, მხოლოდ ყველას უნდა რომ იყოს მართალი და სხვა გაამტყუნოს სამწუხაროდ. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი იმის და მიუხედავად, აცვია თუ არა ჩვენნაირად, ახურია თუ არა ჩვენნაირად, აზროვნებს თუ არა ჩვენნაირად, აკეთებს თუ არა ყველაფერს ჩვენნაირად. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას აკეთებს, ვის რა აცვია, ვინ როგორ აზროვნებს. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყველა ერთნაირად. რამე თუ ჩვენ ყველანი ერთი დიდი სულის ნაწილები ვართ, ჩვენ ყველანი ერთი ვართ. ყველა ებრაელი, მთელი ებრაელი ხალხი ამ ეხად ჩვენ ერთი სული ვართ და მაგალითის სახით რომ მოვიყვანოთ, წარმოიდგინეთ, რომ ეხლა ადამიანი მარჯვენა ხელში უჭირავს დანა და არა ვიცი, რაღაცა სჭრის და უშოთ მწვანილს აჭრის და გადაისერა მარცხენა ხელზე თითი და წარმოიდგინეთ, რომ ეხლა მარცხენა ხელმა დანა წაართვას მარჯვენა ხელს და გადასეროს მარჯვენა ხელზე თითი, ხო? აი ზუსტად ესეთი მდგომარეობა არის დღეს სამწუხაროდ. ჩვენ სულ ყველა ერთი სხეულის ერთი პატარა ნაწილები ვართ. ყველას ჩვენი დანიშნულება გაგვაჩნია. ზოგს შეიძლება ცხვირის დანიშნულება ჰქონდეს, რომ ისუნთქოს, ზოგს ფეხის დანიშნულება, რომ გვატაროს, ზოგს ხელის დანიშნულება, რომ რაღაცა გააკეთოს, ხო? ან უბრალოდ მოიტანოს შუბთან და რაღაც დაიქაოს, ხო? წარმოიდგინეთ, რომ გულმა უთხრას სხვა სხეულის სხვა ნაწილებს, რომ დამანებეთ თავი, რაც გინდათ ის გიქნიათ, მე თქვენთან აღარ ვიქნები ჰარმონიაში, აღარ მივიღებ სიზღს და აღარ გადაგცემთ არავის, მე ჩემთვის და თქვენ თქვენთვის. ხომ ამითი რა მოხდება? ის დაღუპავს სხვა სხეულებსაც, სხვა სხეულის ნაწილებსაც, ორგანოებსაც სხეულში და თვითონაც დაიღუპება. ამიტომ ყველამ ჩვენ აბსოლუტურად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ვართ სხეულის ერთი პატარა ნაწილი, ერთი პატარა მოლეკულა, თუნდაც. ტრილიონობით მოლეკულა გვაქვს სხეულში, ხო, უჯრედები. ყველას თავისი დანიშნულება გააჩნია, სწორედ ესე ვართ ჩვენ ყველანი, ჩვენ ყველას ჩვენი დანიშნულება გაგვაჩნია და ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი დანიშნულება და არ უნდა ვთქვათ, რომ დაჯობია სხვამ შეასრულოს და მე დავჯდები გვერდზე და დაგელოდებით, ჯერ თქვენ გამოსწორდით და მერე მე გამოვსწორდები. ანუ ყველამ ჩვენ თავში უნდა ვეძიოთ აი ეს რაღაც პატარა ურჩი და გამოვასწოროთ. არის კიდევ ერთი მაგალითი, რაც შეგვიძლია ფურიმიდან მოვიყვანოთ. ჩვენ ვიცით, რომ ფურიმში გავცემთ რას, ცედაკას გავცემთ საკუთარი თავისთვის და მატანოთ ლევიონიმ, ანუ ასე ვთქვათ, ცედაკა საკუთარი თავისთვის და მატანოთ ლევიონიმ ღარიბ ღატაკებისთვის, რომ დავაკვირდეთ სხვა ნებისმიერ დღესასწაულებზე შებრუნებულად ხდება. ჩვენ ცედაკას გავცემთ ღარიბებისთვის და მატანოთებს, ანუ საჩუქრებს ვყიდულობთ ჩვენი საკუთარი თავისთვის. ფურიმში ყველაფერი თითქოს ამოყირავებულია, სულ სხვანაირად ხდება. ანუ ეს რას ნიშნავს? ჩვენ თვითონ ვართ სულიერად ღარიბები, სულიერად ღატაკები
და ჩვენ გვჭირდება ცედაკა. ამიტომ ჩვენ ფურიმში გავცემთ ცედაკას საკუთარი თავისთვის და მატანოთებს საჩუქრებს სხვისთვის. და აქედან კიდევ ერთხელ ვსწავლობთ იმას, რომ ღარიბები ვართ ჩვენ თვითონ და არა სხვები და ჩვენში არის რაღაც გამოსასწორებელი და საჩუქრებს ისე როგორც უკეთებთ ჩვენ თავს, ეგრე უნდა გავუკეთოთ საჩუქრები სხვას. უნდა მივართვათ სხვას ის, რაც გვინდა რომ ჩვენ მოგვართვან. არ უნდა გავუკეთოთ სხვას ის, რაც არ გვინდა რომ ჩვენ ვინმემ გაგვიკეთოს, ხომ? როგორც ვიცით, როგორც რაბი აკივა ამბობს, ხომ? თუ არა ვცდები, მეხილა მაპატიეთ თუ ვცდები, არ გავუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონო და ეს ფაქტიურად მთელ თორას შეიცავს ამ ერთ წინადადებაში. ხო, რა არ გვინდა რომ გაგვიკეთონ, არ გვინდა რომ მოგვპარონ, არ გვინდა რომ მოგვატყუონ, არ გვინდა რომ გაგვლანძღონ, არ გვინდა რომ შეგვაწუხონ, არ გვინდა რომ მოგვპარონ, მოგკლან ხასვე ხალილა, ხომ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გრძელი სია არის. სწორედ ესე, არც ჩვენ არ უნდა მოვიპაროთ, არც ჩვენ არ უნდა მოვკლათ, არც ჩვენ არ უნდა გავაწბილოთ სხვა, არც ჩვენ არ უნდა შევარცხვინოთ სხვა, არც ჩვენ არ უნდა მოვატყუოთ სხვას. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ღმერთმა მოგცეს იმდენი ძალა და საშუალება რომ ჩვენ ეს ყველაფერი შევასრულოთ. კიდევ ერთი საინტერესო რამ. ჩვენ ვიცით რომ ეგვიპტიდან როდესაც გამოვიდა ებრაელი ერი და უდაბნოში იყო, გამჩენმა ისინი შეიყვანა ქენაანის მიწაზე, ქნაანში. სიტყვა ქნაან რო დავწეროთ და გადავაადგილოთ მასში ასოები, გამოვა სიტყვა ნიხნა. ნიხნა ეს არის ასე ვთქვათ მოთოკვა ან დანებება, ხო, ესე დავნებდიო, ხო, რო ვთქვათ. ანუ რა შეგვიძლია აქედან ვისწავლოთ, რომ როდესაც ადამიანი თავის მატერიალურ სურვილებს, თავის ვნებებს, თავის მოქმედებებს, საკუთარ თვისებებს, ცუდ თვისებებს მოთოკავს, დამადლიანდება იმას, რომ გამჩენმა ის შეიყვანოს ქენაანში, ქენაანის მიწაზე, ანუ დაამადლიანოს გეულას, შველას, მასიახის მობრძანებას მის დღეებში და ჩვენი ყველას მიზანი სწორედ ეს არის, რომ ჩვენ ყველამ ჩვენი საკუთარი თავი გამოვასწოროთ და ამით დავმადლიანდეთ მასიახის მობრძანებას ჩვენ დღეებში. ამალეკზე ვლაპარაკობდით, რომ ამალეკი ჩნდება მაშინ, როდესაც ებრაელი ხალხი სულიერად მაღლდება და ჩვენი დღევანდელობის მაგალითიდან რომ მოვიყვანოთ, იცით, ამალეკი ჩნდება, იცით, აი ესეთ შეკითხვებს ასმევს, აი ესე ჩურჩულებს ადამიანს, ებრაელს ყურში. საკმარისია რომ დადიხარ შიურ თორაზე, რაღაც გინდა რომ შაბათი დაიცვა. ხომ მკითხულობ თეილიმს, რაღაც საჭიროა რომ თავზე დაიხურო. არ ვიცი, ხო უსმენ შიურ თორებს, რაღაც საჭიროა რომ მოკრძალებულად ჩაიცვა. მერე რა ილაპარაკე ლაშონარა მარჯვნივ, მარცხნივ არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ამალეკი. ჭამე რაც გინდა, გააკეთე რაც გინდა, ჩაიცვი როგორც გინდა, მერე რა ბეთქნესეთში ჩაიცვი მოკრძალებულად, გარეთ გახვალ რაც გინდა ის გაგიკეთებია და რაც გინდა ის ჩაგიცვია, ხასვე ხალილა. აი ეს არის ამალეკი, რომელიც ღრღნის ებრაელის სულს. ჩამორჩენილი ხომ არა ხარ? ხო, გამოდი ცოტა, ასე ვთქვათ, რა ვიცი, რომელ საუკუნეში ცხოვრობ, ბებერი ხო არა ხარ, რა სულელური აზრები გაწუხებს. ხო, ეს ყველაფერი არის ამალეკის აზრები, რომელიც ებრაელს ჩასჩურჩულებს და ყველანაირად ცდილობს, რომ არ გააკეთებინოს, არ შეასრულებინოს ის მიზანი, რისთვისაც მოსულია ამ წუთის სოფელში.
და კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე იმას, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ მიუხედავად ყველაფრისა, გვიყვარდეს ყველა საკუთარი თავივით. არ აქვს მნიშვნელობა, კითხულობს თუ არა, უსმენს თუ არა მეგილას ჩემსავით, აცვია თუ არა ჩემსავით, ახურია თუ არა თავზე ჩემსავით, ფიქრობს თუ არა ჩემსავით. არ აქვს მნიშვნელობა აცრილია თუ არ არის აცრილი, არ აქვს მნიშვნელობა რასაკეთებს ცხოვრებაში. უბრალოდ უნდა გვიყვარდეს. ვეაჰავტა ლერეახა კამოხა. რასაც ქვია, შეიყვარე მოყვასის საკუთარი თავივით. აი ესე უნდა შევიყვაროთ ყველა. და არანაირმა სიტუაციამ, არანაირმა კორონამ არ უნდა შეცვალოს ებრაელი. რამე თუ ებრაელი იყო ებრაელი, არის ებრაელი და დარჩება ებრაელი. ჩვენ ყველანი ერთი ვართ. და იცით, ნათქვამია, რომ ფურიმზეო, ვინც ხელს გამოგიწვდისო, ყველას უნდა მისცეო რამეო. აი ეს არის დიდი სგულა, ძვირფასო ებრაელებო, ჩვენ ყველანი, როგორც თქვით, სულიერად ღარიბები და სულიერად ღატაკები ვართ, ის ხა დაგვრჩენია, რომ გავიშვიროთ ხელი გამჩენისკენ და ვითხოვოთ გამჩენისგან ის, რაც ყველას გვჭირდება, ვის რაც ჭირდება, ვის ჯანმრთელობა, ვის წარმატებული სამსახური, ვის ზივუგი, ვისაც რა ჭირდება, ვინც რა შველას ელოდება გამჩენისგან, რომ ვითხოვოთ გამჩენისგან, გავიწოდოთ ხელი გამჩენისაკენ და გამჩენი ჩვენ ამას მოგცემს, გამჩენი მოგცემს ჩვენ შველას. თავარია მოვინდომოთ და გადავდგათ პირველი ნაბიჯი გამჩენისაკენ ჩვენ თვითონ. გადავდგათ პირველი ნაბიჯი გამჩენისაკენ ჩვენ თვითონ კიდევ ერთხელ ვამბობ, გავიშვიროთ ხელი და გამჩენი მოგცემს. დაგვამადლიანოს გამჩენმა ყველა ჩვენ დღეებში მასიახის მობრძანებას. ამენ. ქენი ეირაცონ. კარგად ბრძანდებოდეთ. მხიარული პურიმი ყველას.